მაცხოვარი ბეთანიას მივიდა, მართამ მწუხარებით უცხა, რომ მისი ძმის სხეული უკვე გაღწმილი იყო და ყავდა. უფალმა დამსწრეებს ლოდის გადაგორება უბრძანა და მოუხმო მიცვალებულს. ლაზარე გამოვედ გარე. ლაზარე მკვეთრით აღდგა და სახვეებში შეხვეული გამოვიდა გამოქვაბულით. საგულისხმოა, რომ როდესაც იესოს ლაზარეს სიკვდილში ატყობინეს, იგი ატირდა, რითაც თავისი კაცობრი위 ბუნება აჩვენა. ისევე როგორც ლაზარეს მყისიერი აღდგინებით განაცხადა საღვთო ბუნება. მარხვანის საკითხავი გაუწყებს, რომ უფლის მიერ ლაზარეს აღდგინებით გამწარდა ჯოჯოხეთი, რომელმაც თავისი ერთი მკვიდრი დაკარგა. ჯოჯოხეთის ეს გამწარება წინაპირობაა უმეტესი გამწარებისა, ვინაიდან რამოდენიმე დღეში უფალი ჩვენი იესო ქრისტე სულით ჩავა ჯოჯოხეთში და მართალთა სულებს გამოიხსნის. სწორედ ამის შესახებ იტყვის იოანე ოქროპირი. გამწარდა ჯოჯოხეთი, რამე თუ მოიკიცხა და მოიწყლა. რა დაყოვნი ლაზარე, მეგობარი შენი გიწოც. მიმართავს ჯოჯოხეთი ლაზარეს. როდესაც ლაზარეს ავადმყოფობა აუწყეს, იესო დაუყოვნებლივ არ წასულა ბეთანიაში. ამიტომაც ეუბნებიან მას მართა და მარიამი, შენ რომ აქ ყოფილიყავი, ჩვენი ძმა არ მოკვდებოდაო. მაგრამ სხვაგარი იყო განგებულება ღვთისა. უფალი სწორედ იმიტომ აყოვნებს, რომ ყველას წინაშე ცხადყოს ერთი რამ. მისთვის, ვინც სადა ქვეყანა არაფრისგან შექმნა, არც 4 დღის მკვდარი დააკროლებული ადამიანის მკვდრეთით აღდგინებაა შეუძლებელი. მაცხოვარი ლაზარეს მეგობარს უწოდებს, ხოლო ღვთის მეგობარმა საღვთო საიდუმლოთა შესახებ უწყის. უფლის მეგობარია იოანე ღვთისმეტყველი და ღმერთმა მას სამყაროს მომავალი გამოცხადებით აჩვენა, ხოლო ლაზარეს უფალმა სიკვდილის საიდუმლოზე დამარცხებული ჯოჯოხეთი აჩვენა. ჯოჯოხეთმა სწრაფ აღმოვაგდო ლაზარე. რადგან ლაკიღა იცოდა ძალა მაცხოვრისა, ეშინოდა თავის წიაღში შეპყრობილი სხვა სულებიც არ დაეკარგა. ეშინოდა, რომ ამით მისი ამოუყურავი სტომაქი წარმოცარიელდებოდა. ამიტომაა, როდესაც ჯოჯოხეთს ესმა სიტყვა უფლისა, ლაზარე გამოვედ გარე, სწრაფ აღმოვაგდო იგი. ლაზარეს აღდგინებამ საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია, მაგრამ მაინც გამოჩენ ისეთები, ვინც არ ერწყმნენ ამ სასწაულს და ამბობდნენ, მკვდრეთით აღდგომა აქამდე არავის მენია. მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ ელია და ელისე წინასწარმეტყველთა მაგალითი. ბეთლემი იერუსალიმთან ახლოს მდებარეობდა. ამიტომ ხმა მიცვალებულის აღდგომის შესახებ სწრაფად გავრცელდა. ამან მტიგრობლების, ფარისევლების და სინედრიონის აღშფოთება გამოიწვია. რასაც იმისა, რომ მაცხოვრის საქმეს აღებთოვანებინა ისინი და განკაცებული მესია დიდებინათ, მათ უფლის შეპყრობისა და მისი მოკლის სურვილით და განზრახვა გაუჩნდათ. ისინი შეეცადნენ ჭეშმარიტებას სიცრუითა და მკვლელობით შებრძოლებოდნენ. მათ ეშინოდათ, რომ ჭეშმარიტება მათ უჟილოებას ამხელდა. მათ სურდათ მოეკლათ ლაზარეც, როგორც ცოცხალი ხატი უფლის სასწაულმოქმედებისა და მისი სიმართლისა. ლაზარეს აღდგინება არის წინასახე თავად უფლის აღდგომისა. ამავე დროს ლაზარე არის სახე მთელი კაცობრიობისა. უფალი აღდგა მესამე დღეს, შემდეგ იგი ზეცად ამაღდა, მაგრამ მისი აღდგომის შემდეგ დაიწყო დღე, რომელიც მეორედ მოსვლამდე გასტანს. იმიტომ რომ ერთი დღე წინაშე უფლისა, ვითარცა 1000 წელი, ხოლო 3 დღის შემდეგ დადგება მეოთხე დღე, როდესაც აღდგება მთელი კაცობრიობა, მაგრამ ერთნი აღდგებიან სამუდამო ტანჯვისათვის, მეორენი სამუდამო ნეტარებისთვის. სწორედ ამ უკანასკნელთაც წინასახია ლაზარე. ლაზარეს აღდგენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1985 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღნიშნავს აგრეთვე დღესასწაულს, რომელიც მოიხსენიება როგორც ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაა. იგი დაკავშირებულია ცნობილ საგალობებთან, რომელიც ჩვენამდე იოანე ზოსიმეს ავტორობითაა მოღწეული. ეს არის უაღრესად ღრმა და საიდუმლო ტექსტი და მისი მნიშვნელობა შეუფასებელია ჩვენი ერისათვის. ქებაიში მოხსენიებული ქართული ენა ალბათ უნდა გავიგოთ ერის მნიშვნელობით. ძველ ქართულში ენა ერთსაც ნიშნავდა. მეორედ მოსვლისას ამენით, ამ ერით უნდა მოხდეს ხილება სხვა ერებისა. ხოლო ამ ენას სახარებას აშინა ლაზარე ჰქვია. საქართველო ლაზარესთანაა გაიგივებული. ალბათ უნდა ვიგულისხმოთ.
რომ როგორც ლაზარეს აღდგომა იყო მამამთათვის მოულოდნელი და წარმოუდგენელი, ასევე ზოგიერთებისათვის დაუჯერებელი იქნება აღდგომა ქართველი ერისა, მისი გაძლიერება, მისი სულიერი გაბრწყინება. ტექსტში საუბარია ქართველი ერის მეშვეობის სხვა ერთამხილებაზე. აქ შესაძლოა ვიგულისხმოთ, რომ თუ ქართველმა ერმა შეძლო და ქრისტიანული სული ბოლომდე შეინარჩუნა, თუ მან არ უღალატა სარწმუნოებას, მისი მაგალითი თუფალი სხვა ერებსაც ეტყვის. თქვენ შეგეძლოთ იმავეს გაკეთება და არ გააკეთეთ. აი მცირე რიცხოვანი ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში მწირ გარშემორტყმული იცავს და არ ღალატობს ქრისტეს შულს. და თუ კი მან შეძლო, თქვენ რატომ ვერ შეძელით? როდესაც საყოველთაო განკითხვა მოხდება, განიკითხებიან ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. ერთი ცხოვრება მეორისთვის იქნება სამაგალითო. ანუ ცოდვილ მღვდელს იმ მღვდელზე მიუთითებენ, რომელმაც იმავე პირობებში იღვაწა და წმინდა დაიცვა სარწმუნოება. ამგვარადვე განისჯება მეფე, ეპისკოპოსი, გლეხი, ვაჭარი და სხვა. ვერავინ შეძლებს თავის მართლებას იმით, რომ მას სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. უყვარდა ლაზარე უფალს, შეიყვარა მან საქართველოც. აღადგინა იესომ ლაზარე, აღადგენ საქართველოსაც, რომელიც შემკული და კურთხეული მოელი დღესა მას აღდგომისასა.